ზომის შეხედვით ტიპიური იაპონური ტანკები. 5 ტრიკონიანი პატარა მცირე ზომის ლექსები, ყოველგვარი სტაბილებისა და ყოველგვარი ასე ვთქვათ უხამშობის გარეშე პოეტური მეტაფორებით უნდა აღძრავდეს ეროტიკულ ალუზიებს. ეს არის ამ ლექსების მიზანი. რამოდენიმე იმდენად პატარა თავიდან ბოლომდე მოხერხდებოდა მისი საკითხი ძალიან მოკლე ხანში, მაგრამ მე რომ მთლიანად ეს წიგნი წაგიკითხოთ, მაშინ აღარაფერს დაუპოვებ კითხვას, ამიტომ რამოდენიმე ნიმუშს წავიკითხავ. ეჭვდას პირველს სიჯუმია და მხოლოდ დარაჯდა გადაძახილი რაკარუკი და ნებიანი ქუშინი ატყობს ხანდახან მყარებას ამ სასტუმროში. უფრო მეტი უთქმელია ვიდრე ნათქვამი, არა ეროტიკის შესახებ. რა თქმა უნდა. ხამარს იხსნის და იძრობს გრძელ ზონას, რომ შერჩენია ნაზი სურნები. ეს ზონარია მერწევი ხიდი, ორ სამყაროს რომ აერთიანებს. ვაირო ხშირად ვერ ვახერხებთ ჩვენს გიჟურ აბეთს, განსაცვლიდან გზის მტვერს ვიბერხა. ნეფრიტის კაუჭებზე ფარდებს ათრთოლებს ხარი, მშვიდროდ ბეკრობი და მომავალ დაშორებაზე ჩამჩიჩინებ, რა სურდელებას ამთქვევენ შემოდგომის ყვავი. ფარდის უკან ფარდულის შესასვლელში კოცნის ნება დაამთო, პატარა ბოლო კანკარა, ღმერთებს სიყვარულს მომასწავლე. შუაღამისაც ხიბლა ყველაზე ელვარეს ვიმრარ ნაზია და მწვანე კოსტა გრძელდება მარადიულად ირწევა ნარი და ასე შემდეგ. აი ახლა ეს ალალბეც როგორც გადავშალე რაც ასე ვთქვათ თვალში მოხდა. თვითონ ამ წიგნის ისტორიით დავიწყებ. წიგნის ისტორია ასეთი გახლავთ, რომ 1991 წელს მოსკოვის ერთ-ერთ გამომცემლობაში მივიდა პიროვნება, რომელმაც თავი წარადგინა იაპონურის მცოდნე ვინმე პიტერ ენგრატს. სინამდვილეში ეს იყო თურმე ეს იყო რუსი პოეტი გვარად ელიანკრე და მიიტანა თარგმნილი რუბოკოშოს ეროტიკული ტანგების კრებული კომატის ღამეები ასეთი სათაურით და მთელი თავისი ასე ვთქვათ წინასიტყვაობით, სადაც მოთხრობილი იყო, რომ თითქოს 6 წლის წინ, ესე იგი 1995 წელს ერთმა იაპონელმა ბიბლიოფილმა დიდარმა კაცმა სადღაც ჯველმანების ბაზარზე იპოვა ფრაგმენტი, რომელიც აღმოჩნდა ფასდაუგებელი რარიტეტი მე-10 საუკუნის ხელნაწერი და მანამდე უცნობი პოეტის ტანკები და ამ პოეტს ერქვა რუბოკოშო და ამ რუბოკოშოს აი ამ გრაგელზე იყო დაწერილი მისი ეროტიული ტანკების კრებული, რომელიც ეძღვნებოდა ცნობილ იაპონელ პოეტს ონონო კომაჩის, ისეთ ეს იაპონურად ზუსტად როგორ გამოიყენებს და ის საქმეა კომაჩი რაღაც ასეთია და ინგლისურად როგორც წესი კომაჩი არის ხოლმე გადატანილი რუსულ ტრადიციაში კომაჩი ეს ნამდვილად ძალიან დიდი პოეტია კალი
თითქოს და 100 წლის შემდეგ ცხოვრობდა პოეტი გოგო კოშო, რომელიც მისტიკური სიყვარულით განიმშვალა 100 წლით ადრე ცხოვრები ხალის დიდი პოეტის მიმართ და მას მიუძღვნა ეს 100 ტანკა. 99-დან უბრალოდ და ლეგენდა ასეთი არის, ეს ცნობილი ლეგენდა არის, იაპონიაში ცნობილი ლეგენდა, რომ რომელიღაც დიდგვაროვანი, რომელიც შეყვარებული იყო ონონო კომატიში, მას გაურიგდა, ის გეიშა იყო და გაურიგდა მას 100 ღამის საფასური გადაუხადა წინასწარ. და შემდეგ ესე იგი თქვა ეს 100 ღამე ატარებდა მასთან, მაგრამ 99-მდე ღამეს გარდაიცვალა ეს შეყვარებული ეს კაცი. და სწორედ ეს 99 ტანკა არის მისტიკური შეერთება კომატისთან, რობოკოშოს მიერ დაწერილი. უნდა ითქვას, რომ ბატონმა გოჩამ თქვა, რომ იაპონურ კულტურაში ეროტიკა მართლაც უცხოხილი არ გახარობს და როგორც მხატვრობაში, ასევე დრამატურგიაში, თქვა ნოსტიატრში ძალიან ხშირია და ვრცელია საკმაოდ ასე ვთქვათ შიშველი და მოვლენდებელი ეროტიკა, მაგრამ ტანკა პოეზიის ეს ძალიან პოპულარული ჟანრი არასდროს არ იცნობს ეროტიკას. ეროტიკული ტანკა ეს იყო მანამდე არ გაგონილი რამე და ეს იყო თითქოს დიდი სენსაცია, რომ აი აღმოაჩინეს მე-10 საუკუნის ეროტიკული ტანკები. და აი პეტერ ეგრემ მოსკოვის გამომცემლობას უთხრა, რომ ეს ყველაფერი თარგმნე თავისი სამეცნიერო აპარატით, კომენტარებით, დეტალების განმარტებით, გეოგრაფიული სახელების განმარტებით, მითოლოგიური ალუზიების კომენტირებით, ყველაფერი აი ესეთი აღჭურვილი წიგნი მიიტანა ამ გამომცემლობაში. დღემდე არ არის ცნობილი გამომცემლობა ამ მისტიფიკაციაში მონაწილეობდა ჩაერთო თუ ბოტლობდა. ეს არავინ არ იცის. გამომცემლობა ბოლომდე არ აღიარა, რომ ისის მონაწილეობდა მისტიფიკაციაში. ასე იყო ისე რუსულ ენაზე გაკეთდა სათანადო ილუსტრაციები და სწორედ 1991 წელს ეს წიგნი სწორედ ამ სახელწოდებით ეროტიჩსკი ტანკი დაისტამბა და 300,000-იანი ტირაჟით გამოვიდა და პირველ ორ დღესვე გაიყიდა ეს 300,000-იანი ტირაჟი. სადაც ნიშნულია, რომ დაემთხვა ეს გეკაჩეპეს დღეებს, როდესაც მოსკოვში ისედაც ტანკები დაიარებოდნენ. ეს ეროტიჩსკი ტანკი კიდე რაღაც ზორაზრონად გაჟღერდა და ამანაც შეიძლება ამ წიგნის წარმატებას ხელი შეუწყო. მაგრამ როდესაც გადადრო გავიდა და როდესაც გაერგვა, რომ ეს მთლიანად ლიტერატურული მისტიფიკაცია იყო ეს წიგნი. სინამდვილეში არ არსებობს არავითარი რობოკო შოუ, ასეთი იაპონელი პოეტი, არავითარი მე-10 საუკუნის ბრანგლი და ხელნაწერი არავისაც არ უპოვნია იაპონიაში. უბრალოდ ეს ყველაფერი შეთხზა რუსმა პოეტმა ოლეგ ბაროშკომ. ოლეგ ბაროშკო საკმაოდ ცნობილი პოეტი გახლავთ დღეს რუსულ ლიტერატურას, ვინც ადევნებს თვალყურს, აუცილებლად გამონელი უნდა გქონდეს მისი სახელი. ის ლონდონში ცხოვრობს, ის დაბადებული არის თვალსაჩინო 1958 წელს, აი და ჩემი თაობის წერილებს განეკუთვნება. ძალიან პოპულარულია, ცხოვრობს ლონდონში. მაშინ ჯერ კიდევ მოსკოვში ცხოვრობდა. არ ვიცი, შეიძლება ამ წიგნის წარმატებამ მისცა იმის საშუალება მატერიალური, რომ ლონდონში წასულიყო და იქ კარგად ეცხოვრა. ეს მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაიწყდა ეს მისტიფიკაცია, გაიწყდა და გაიწყდა. როგორც გოჩამ მოგახსენათ, ლიტერატურაში მისტიფიკაციების უამრავი ნიმუში არის, აგერ ბატონი ნიკა სანემოძე თუ ინებებს უამრავ მისტიფიკაციის მაგალითს მიღმავს ევროპული ლიტერატურიდან